CESCO-s ოფიციალურ ვებგვერდზე თუ კი შევალთ, ყურადღებას მიიქცევს იმ 11 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის წარმომადგენლებიც ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვლენ. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მსხვილი ჯგუფები, ორ კაციანი ჯგუფი ჩამოვა თითოეული ქვეყნიდან. ჩამონათვალი კი არის საკმაოდ საინტერესო. იორდანიის, ტუნისის, მალდივის რესპუბლიკის, თურქეთის, ეთიოპიის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სამხრეთ აფრიკის, ბულგარეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკიდან ამ ქვეყნების საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ჩამოვლენ და დააკვირდებიან ადგილობრივ არჩევნებს და საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ამ დამკვირვებლების შეფასება ექნება ქართულ ოცნებას. ფაქტი, რომ ამ ჩამონათვალში არ არის არც EUTHODIR, არც რომელიმე ევროპული სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რამდენიმე მიმართულებით აჩენს კითხვებს, რადგან ჩნდება ეჭვი, რომ ქართულმა ოცნებამ განზრახ არ მოიწვია ავტორიტეტული ორგანიზაციები, ან განზრახ მოიწვია არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე. თუმცა ქართული ოცნება ამ ვერსიას უარყოფს. თუმცა თუ კი მათ ნარატივს მივყვებით, ასევე ჩნდება კითხვა, რამდენად სახარბიელოა ეს მოცემულობა ქართული ოცნებისთვის, რადგან თუ კი ამ დრომდე ისინი EUTHODIR-ის დასკვნას მართალია კრიტიკულს, მაგრამ მაინც იყენებდნენ საკუთარი ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად 26 ოქტომბრის შემდეგ. დღეს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეს არგუმენტიც მათ აღარ ექნებათ, რადგან EUTHODIR ფიზიკურად ვერ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს. ჩნდება კითხვა, სანდოობა კიდევ ერთხელ დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ და რა რჩება ქართულ ოცნებას, რომ დაამტკიცოს თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ან არჩევნები ჩაატარა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, როცა ასეთი დასკვნა ბუნებაში არ იარსებებს, მით უფრო იმ ფონზე, როცა არც ავტორიტეტული ადგილობრივი ორგანიზაციები დააკვირდებიან ამ პროცესს. ქართულ ოცნებაში ასეთ პასუხს გვცემენ სტანდარტულს, რაც ბევრჯერ მოგვისმენია, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციის აღიარება, რადგან მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის აღიარება არის ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება EUTHODIR-ის უარს, მათი თქმით, EUTHODIR-მა უბრალოდ EUTHODIR-ი წნეხს ვერ გაუძლო და შესაბამისად ის, რომ მათთვის დრო მიცემული იყო არასაკმარისი, ქართული ოცნებისთვის არის არადამაჯერებელი. ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, მე ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ იმის გათვალისწინებით, ჩვენ თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნას და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერ ხო გადაუარეს ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ხალხს ებრძვის დღეს. და მესმის ახლა ამ ორგანიზაციის, ხო, თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაერთიანდეს. დღევანდელობაში იმის ფონზე რა პოზიცია აქვთ? რა პოზიცია აქვს ბრიუსელს, რა პოზიცია აქვს ზოგიერთ ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოს EUTHODIR-ის დასკვნასთან დაკავშირებით, დღეს დამატებით ღირებულებას ჩვენ ვერ ხედავთ. არ ვიცი, მე ჩვენ არავისთან არ შევთანხმებულ ვართ. ჩვენ არავის არ შევხმიანები ვართ, ყველას აქვს, როცა CESCO აცხადებს შესაძლებლობას, რომ ვისაც აქვს სურვილი მოვიდნენ და დააკვირდნენ, ცხადდება ეს ღია, ასე ვთქვათ, პროცესი და შიგნით არის თუ გარეთ არის, ნებისმიერს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეს და დააკვირდეს. ეს არის ფორმალური პასუხი, რა თქმა უნდა, ისინი ვერ იტყოდნენ, რომ ადგილობრივი ორკების შეეშინდა. შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა, რა თქმა უნდა, არა, რადგან ქართული ოცნების გარდა დადასტურებულად არ ქონდა არც ერთ სხვა პარტიას გაცხადებული მონაწილეობდა თუ არა და მარტო ქართული ოცნება იქნებოდა, რა თქმა უნდა, დამკვირვებლების მოწვევა უკვე გარკვეულწილად აზრსაც კარგავდა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეჩვიეთ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს სხვების აღიარება და შეფასება გვჭირდება იმისთვის, რომ სწორად ჩატარებული პროცესი გვიღიარონ, თუმცა ჩვენთვის საარჩევნო პროცესის აღიარებას ახდენს ქართველი ხალხი. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ საჭიროებდეთ რაღაცა განსაკუთრებულ სამაშველო რგოლებს გარედან. ქართული ოცნება ავითარებს ასეთ პოზიციას, რომ თითქოს ადგილობრივი არჩევნებისთვის EUTHODIR-ის დასკვნა და დაკვირვება არ იყო საჭირო, რადგან არჩევნები არ არის ამ ტიპის მასშტაბური არჩევნები, თუმცა მათ შემდგომ საერთაშორისო პარტნიორების თუ ქვეყნის შიგნით კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების აზრი გაითვალისწინეს და მაინც მოიწვიეს EUTHODIR. დღეს კი ამბობენ, რომ თუ კი EUTHODIR არ ჩამოვა, ამით არაფერი დაშავდება, არადა ფაქტია, რომ ქართული ოცნებისთვის სავარაუდოდ ეს იყო გათვლა ჰქონდათ მათ, რომ პროცესის
ნორმალიზება მოეხდინათ და ევთო ოდირის დასკვნა გამოიყენებინათ შემდგომ საკუთარი თავის სამართლებლად. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ქართული ოცნება განზრახ მოიქცა. ასე ეს ერთგვარი манипуляციაა მათი მხრიდან, რომ არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე მიმართეს მათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, როცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისინი რამდენიმე თვით ადრე ჩამოდიან ხოლმე ქვეყანაში და ეს გააკეთეს იმისთვის, რომ მათ კარგად იცოდნენ საერთაშორისო მისია ქვეყანაში ჩამოსვლას დროში უბრალოდ ვერ მოასწრებდა. დროულად არ გაიგზავნა ეს მოსაწვევი და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორედ მიზანი, რომ მათ მერე უკვე იქით გადასულიყვნენ ასე ვთქვათ თავდასხმაზე და ეთქვათ, რომ ელიტოიდის რაღაცა სხვა მიზეზების გამო არ სურს საქართველოში ჩამოსვლა. ხო, ამას ხედავთ ჩვენ ეს პროპაგანდისტული ტელევიზიების მეშვეობით ეს ნარატივი ვრცელდება, ხო? ანუ რეალურად ფაქტია, რომ ქართულეთებას არ სურდა ელიტოიდის მისიის აქ ჩამოსვლა. ელიტოიდის გარდა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებიც ასევე სანქტ-პეტერბურგში არ იქნებია, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანს იაყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, მისი შედეგების აღიარებას და მნიშვნელოვნობას თანდათან. ქართულმა ოცნებამ დაარღვია ევთო ოდირის დამკვირვებლების მოწვევის წესი, მათ დააგვიანეს მოსაწვევის გაგზავნა, შესაბამისად მათ გაიმეორეს ზუსტად ლუკაშენკოს ხრიკი, რომელმაც იგივე გააკეთა, ვითომ დაპატიჟა 10 დღით ადრე, მაგრამ სინამდვილეში ეს ფსევდო დაპატიჟება მიზნად ისახავდა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას და ევთო ოდირზე გადაბრალებას. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ბელარუსული სცენარი, როდესაც დამკვირვებლებს სინამდვილეში არ ეპატიჟებიან, მაგრამ ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანა. ფაქტი ერთია, რომ საერთაშორისო დაკვირვების გარეშე ჩაივლის ადგილობრივი არჩევნები და მას არ ექნება ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიების აღიარება თუ შეფასება. ევთო ოდირი არის ორგანიზაცია, რომელიც ყოველ წელს ყოველ არჩევნებს ქვეყანაში აკვირდებოდა ამ დრომდე და მათ დასკვნებს იზიარებენ და ითვალისწინებენ სახელმწიფოები, როცა აყალიბებენ საკუთარ პოლიტიკას ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართ და ამას აღიარებს კიდეც ქართული ოცნება, თუმცა დღეს ამბობს, რომ თითქოს ევთო ოდირის დასკვნა მისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის და შესაბამისად არაფერს შეცვლის თუ კი საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში აღარ ჩამოვლენ. ეს კი არის ფაქტი, რომ ადგილობრივ არჩევნებს არ ექნება აღიარება და ექნება ისეთი ქვეყნების აღიარება, როგორც საუბრის დასაწყისში ჩამოთვალე 24 სექტემბრამდე არის ასევე ვადა, რომ ამ ქვეყნებს სხვა ქვეყნების დამკვირვებლებიც დაემატონ. რამდენად აქვს ქართულ ოცნებას მოლოდინი ჩვენ არ ვიცით, არ არის მოსალოდნელი, რომ ევროპული სახელმწიფოებიდან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დამკვირვებლები თბილისში ჩამოვიდნენ, მით უფრო თუ კი გავითვალისწინებთ ვადას და დროს თუ რა დროა დარჩენილი ადგილობრივ არჩევნებამდე.